ცხოველის შლიქები ისევე როგორც ადამიანის ფრჩხილი მუდმივ ზრდაშია. იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველთა შენახვა ხდება ინტენსიურად და დიდ დროს ატარებენ სადგომში, ვერ ხდება შლიქის ბუნებრივი ცვეთა. შესაბამისად, იზრდება ზომაში საჭიროზე მეტად და იწვევს კოჭლობას. ზოგადად, ცხოველის აქტიური მოციონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შლიქის რქოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ფერმაში შლიქის დაზიანება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული. ეს არის უსწორმასწორო და მუდმივად ცველი იატაკი, მცირე სამოძრაო სივრცე, სადაც ბევრი ცხოველი არის განთავსებული, მოციონის ნაკლებობა, შლიქის არასათანადო მოვლა და ზოგიერთი ინფექციური დაავადება. შლიქის არასწორი ზრდა კი ცხოველში იწვევს სტრესს, ხშირ შემთხვევაში ვითარდება შლიქის ანთება, აბსცესი, ფლეგმონა და ასე შემდეგ. კოჭლობისას ცხოველს უჭირს გადაადგილება, უმეტესად წევს და იღებს ნაკლებ საკვებს. შესაბამისად, მცირდება მისი პროდუქტიულობა. მკურნალობის პროცესი კი ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს, რის გამოც ცხოველიდან მიღებული რძე ხშირ შემთხვევაში არ გამოიყენება ადამიანთა საკვებად, სამკურნალო საშუალებების დაყოვნების პერიოდიდან გამომდინარე და ფერმერი ნახულობს დიდ ეკონომიკურ ზარალს. დაავადებაზე საეჭვო ცხოველის გამოკვლევა ხდება შემდეგნაირად. როგორც წესი, ცხოველი კოჭლობის შემთხვევაში ცდილობს მტკივნეული კიდური ნაკლებად დატვირთოს და დაეყრდნოს მას. ჩვენ გვაქვს შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი ცხოველის. პირველი ეს არის ჯანსაღი ცხოველი, როგორც წესი, ნორმალურ მდგომარეობაში დგას, გამართული სწორი ზურგით, თანაბრად ეყრდნობა კიდურებს და დადის სწორი ნაბიჯებით. ოდნავი კოჭლობის შემთხვევაში ცხოველი დგას მოხრილი ზურგით, თუმცა სიარულისას მოხრილია და მოკლე ნაბიჯებით გადაადგილდება. ზომიერი კოჭლობის შემთხვევაში კი ცხოველი მოძრაობს მოღუნული, ოდნავ თაღოვანი ზურგით, დგავს მოკლე ნაბიჯებს და ცდილობს დაზიანებული კიდურს არ დაეყრდნოს. ძლიერი კოჭლობის შემთხვევაში კი ცხოველი დგას თაღოვანი ზურგით, არ ეყრდნობა კიდურებს, ხშირად ჩერდება და არ მოდის საკვებთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შლიქის რეგულარული და პროფესიონალური მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შლიქების პრობლემების და შესაბამისად მოძრაობის დარღვევების თავიდან ასაცილებლად. შლიქის გარსი ცხოველის მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლდება და მექანიკური დატვირთვის შედეგად მუდამ ცვდება, თუმცა ეს ცვეთა არ არის საკმარისი. არის თითოეული შლიქის საყრდენ ზედაპირზე თანაბარი დატვირთვის აღდგენა და ორივე მხარეს წონის თანაბარი გადანაწილება. როგორც წესი, შლიქის მოვლა უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე, საძოვარზე გაყვანამდე 4-6 კვირით ადრე და შემოდგომაზე ცხოველის სადგომში შეყვანის დროს. შლიქი მოვლის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს მდგომარე ცხოველზე და აწეულ შლიქზე. უპირველეს ყოვლისა, ცხოველი უნდა მოთავსდეს საფიქსაციო დაზგაში, რათა დავიცვათ როგორც პირადი, ასევე ცხოველის უსაფრთხოება. დაზგაში მოთავსების შემდეგ ხდება ცხოველის დაფიქსირება სპეციალური ქამრების მეშვეობით, რომლითაც ვაფიქსირებთ გულმკერდის და მუცლის არეს, ასევე იმ შლიქს, რომელსაც ვამუშავებთ. შლიქის დამუშავებისთვის გვჭირდება შემდეგი იარაღები. ეს არის კუთხსახეხის სპეცქვით, შლიქის დასამუშავებელი ქვით, დანები, ასევე დამცავი სათვალე, ხელთათმანები, სხვადასხვა ტიპის სადეზინფექციო ხსნარები, სახვევები და მალამოები და ასე შემდეგ.
ზოგადად ჩლიქის დამუშავება სასურველია დავიწყოთ წინა ჩლიქებიდან, რადგან წინა ჩლიქების დატვირთვა თანაბრად ნაწილდება და ისინი არ არიან ისე დაზიანებული, როგორც უკანა ჩლიქები. მიუხედავად ამისა, მათი მაინც აყურადღებო არის მათი დამუშავება დავიწყოთ წინა მხრიდან. პირველ შემთხვევაში ჩლიქზე მექანიკური ნარჩენების მოშორება უნდა მოხდეს, რისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც უხეში ჯაგრისი, ასევე ჩვეულებრივი წყალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ ვამუშავებთ ცხოველის წინა ჩლიქებს ფიქსაციის შემდეგ და ვამუშავებთ ასევე პირველ რიგში მუშავდება გარე ჩლიქი, რომელიც წინა კიდურზე წარმოადგენს აქ მხარეს, ხოლო უკანა კიდურისთვის ეს არის შიდა ჩლიქი. პირველ რიგში დამუშავდა ჩლიქის წვერი, რათა ის უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩლიქის ბალიში. ჩლიქის მოხდლა უნდა მოხდეს თხელ ფენებად, რათა არ მოხდეს მისი მექანიკური დაზიანება. როგორც წესი, ძირითადად ცხოველის სიარულისას ჩლიქის გარე ზედაპირზე ახდენს დაყრდნობას, ამიტომ აუცილებელი არის, რომ ის ისე დავამუშაოთ, ორივე მხარე იყოს თანაბარი მდგომარეობის და თანაბარი სიგრძის. უკანა კიდურის ჩლიქის ფიქსაცია ზუსტად იგივენაირად ხდება, როგორც წინა კიდურის ჩლიქის ფიქსაცია.
და შეფასებაც იგივენაირად ხდება. დამუშავების დროს განსხვავება არის ის, რომ უკანა კიდურის ჩლიქის დახრილობა უნდა იყოს 45 გრადუსი, ხოლო წინა კიდურზე ეს წარმოადგენდა 55 გრადუსს. შლიქის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული უბნები მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით, რომელსაც ტამპონის საშუალებით მოვათავსებთ დაზიანებულ ზედაპირზე და გადავახვევთ ელასტიური მარლით.
შლიქის დაზიანებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფერმაში პრევენციული ღონისძიებების გატარება. ისეთების როგორიცაა ზოგადი და მუდმივი მონიტორინგი, შლიქების დამუშავება 6 თვეში ერთხელ, შლიქის სადეზინფექციო აბაზანები, რომელიც ხელს შეუწყობს ასევე ფერმაში სხვადასხვა ინფექციების პრევენციას, სრულფასოვანი კვება, აქტიური მოციონი და ფერმის ზოგადი ჰიგიენა.